უმაღლეს ლიგაში ადგილი შენარჩუნებისთვის მებრძოლის სიონი და საჩხერის ჩიხურა ერთმანეთს ბოლნისში დაუპირისპირდება. მასპინძლება მატჩი აქტიურად დაიწყეს. ჭანკოტაძემ თევდორაძის კარის მისამართით პირველივე წუთზე დაარტყა, თუმცა მეკარე ბურთს ადვილად დაეუფლა. მე-15 წუთზე ჩიხურას იშვიათი კონტრშეტევა გოლით დასრულდა. მიხეილ კობაურმა დაცვაში შეცდომა დაუშვა, ბურთი ნიკო კვასხაძეს მიუვიდა და ანგარიში გახსნა. ტაიმის ბოლომდე ინიციატივას მასპინძლები ფლობდნენ, მაგრამ გათანაბრება ვერ მოახერხეს. მეორე ნახევრის დაწყებიდან 10 წუთში ჩიხურამ სხვაობის 2-მდე გაზრდის შანსი გაუშვა ხელიდან. კვასხაძე კერკიტაძის კომბინაცია ამ უკანასკნელის დარტყმით დასრულდა. ამის შემდეგ ინიციატივა ისევ მასპინძლებმა იგდეს ხელთ და მეტოქეს 3 ჯერ გაუტანეს. მარცხენა ფრთაზე მეტრეველის აქტიურობას სტუმართა დაცვაში არეულობა მოჰყვა. ბურთი ბოლქვაძეს მეუვიდა, რომელმაც მარჯვნივ ვილი ისიანი მოძებნა და ანგარიშიც გათანაბრდა. 75 წუთზე ჩიხურა საჯარიმოში ისევ მეტრეველი შეიჭრა. ვარდნის შემდეგ ბურთს ჩიკვილაძე დაეუფლა, რომელსაც მართალია ორჯერ დასჭირდა დარტყმა, მაგრამ გუნდი წინ მაინც გაიყვანა. 99 წუთზე ინტრიგას წერტილი ისევ ზვიად მეტრეველმა დაუსვა. ბოლქვაძის დარტყმული თევდორაძე მოიგერია, პოლნისელთა შემტევმა კი დასწრებაზე ითამაშა ზუსტად. ვიბრძვით უმაღლეს ლიგაში გადასასვლელად, რა თქმა უნდა, ჩვენთან ერთად სხვა გუნდებიც იბრძვიან და მონდომებული არიან. თუ რაც შეეხება დღევანდელ თამაშს, შეიძლებოდა ამ თამაშის ჩვენ სასარგებლო დამთავრება, მაგრამ მეორე ნახევარი უბრალოდ ვერ შევასრულეთ ის დავალებები, რაც ჩვენ თავიდანვე ვთქვით და იმის გამო, რომ ძალიან უკან თამაშობდით და შეტევაში ვერ ავაწყოთ თამაში, მეორე ნახევარში მივიღეთ ისეთი უაზრო ბურთები. მე მგონი თელი ორი ტაიმი ვაკონტროლებდით თამაშს, უპირატესობა ჰქონდა. შეცდომა დაუშვით პირველ ტაიმში, ბურთი გაუშვით, მაგრამ მეორე ტაიმში მე ვფიქრობ, რომ კარგად ვითამაშეთ და მოვიგეთ. ერთ-ერთ ძლიერ გუნდს მოვუგეთ, მე მგონი ამ ჩემპიონატში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი უნდა. კმაყოფილი ვარ. თამაშითაც და შედეგითაც